მოგესალმებით ჩემო გამომწერებო, დღეს შემოგთავაზებთ ღორის გულღვიძლის ყაურმას. ეს კერძი ძალიან უყვარს ჩემს ოჯახში, მას ვამზადებ რამოდენიმე რეცეპტით. 1 კილო საშუალოდ დაჭრილი გულღვიძლი კარგად გავრეცხე, მოვათავსე ღრმა ტაფაში, დავასხი ცოტა წყალი და ამოდუღების პირას მისურს ქაფი რომ მოიკიდა, ის წყალი გადაუყარე, ხორცი თავიდან გავრეცხე და ისევ ტაფაში დავაბრუნე. სადაც დავამატე 100 გრამი ღვინო, დავაფარე თავსაფარი და როდესაც ღვინო ამოშრა, 100 გრამი კარაქი, 3 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი, 3 კბილი ნიორი, აქ პატარა წიწაკაც ჩავამატე მოშუშვის დროს. ეხლა ხილს თვალწინ ამ თებში მე გადარეული მაქვს ჩემივე გაკეთებული პამიდურის საწებელი, სადაც შერეული მაქვს მარილი, წითელი წიწაკა, უცხოსუნელი, პაპრიკა და ქონდარი, ასევე 1 სადილის კოვზი ტომატ პასტა, ესეთი ჩვენს თვალწინ. ამას მე ახლა მოვშუშავ, თან დაჭრილი მაქვს ლიახური, ქინძი და ცოტა ოხრახუშიც. მას ასე მოიშუშა ხორცი პამიდორში, სუნელებში, მარილი გემოვნებით. ახლა ვამატებ წყალს. აი ესე საშუალო სისქის რომ იყოს. აი ასე. დაჭრილი მწვანილის ჯერ ნახევარს, შემდეგ კიდევ დავამატებ. თქვენი გემოვნებით, თუ გნებავთ, უფრო მეტი წყალიც შეიძლება დაამატოთ. ჩვენ ასეთი სისქე მოგწონს, ამ ყველაფერს ფოტოებითაც გაგიზიარებთ. კერძი როგორც ადუღდება, აი დაიწყო უკვე დუღილი, დავამატებ დანარჩენ მწვანილსაც. და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, რეცეპტის სახითაც დავწერ და გაგიზიარებთ და ფოტოების სახითაც ერთად. ამ ეტაპზე დაგემშვიდობებით, ყველას გისურვებ ჯანმრთელობას, ულევ წარმატებას და უფლის წყალობას ყოველთვის. ნახვამდის.